რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ესენია თავისუფლების მოედანი დროა, გირჩი მეტი თავისუფლება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ახალი და ფედერალისტები. ეს გადაწყვეტილება პარტიებმა გუშინ საღამოს პარლამენტის წინ გამოაცხადეს. ამის შემდეგ ელენე ხოშტარიამ, გედევან ფოფხაძემ და მოშიმშილი აქტივისტებმა შიმშილობა შეწყვიტეს. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა მოქალაქეების ინტერესებს არ მოემსახურება და ქართულ ოცნებას მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასად შეუქმნის. ჩვენ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთობლივად ვაცხადებთ. პირველი, უარს ვამბობთ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასად შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს. მეორე, ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი პრინციპული უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ არათანამშრომლობაზე გადის. ვიმუშავებთ ერთად იმისათვის, რომ ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს. ეს არის თავისუფალ ევროპული ტიპის დემოკრატიაში ცხოვრება, სახელმწიფოს დაბრუნება და ამ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის საბოლოო დამკვიდრება. ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი არის სწორ გზაზე ძალისხმევის გაერთიანება. ეს სწორი გზა არის რეჟიმის იზოლაცია და მისი მარტო დატოვება და არაღიარება ყველა დონეზე. ჩვენთვის ერთობა არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ რეჟიმს უნდა რომ გონახოს დაგსაქსული და ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. ამიტომ გამარჯვებისთვის და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის თავარია კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ერთიანობა, ვართ ამ ერთიანობაში. ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია პროტესტს ჩვენ საზოგადოებას მართლაც ვარჩენოთ ერთიანობა რეჟიმის წინააღმდეგ, ართანამშრომლობა რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი უნდა დარჩენ იზოლირებული, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. დროა ამ ბრძოლაში შემოგვიერთდეს ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ავტორიტარიზმთან ბრძოლის მთავარი გზა გადის არათანამშრომლობაზე ამ რეჟიმთან და ჩვენ მგონია, რომ ეს არის ყველაზე თანმიმდევრული ნაბიჯი. ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიებზე საუბრობენ ლელო ძლიერი საქართველო და პარტია გახარია საქართველოსთვის. ძლიერ საქართველოში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენონ ბიძინა ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ. როგორც კოალიციის წევრმა გრიგოლ გეგელიამ თქვა, არის მაღალი შანსი იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიული ძალები უშვებდნენ შეცდომას, რომელსაც შეიძლება მძიმე ფასი ჰქონდეს. აპირებს თუ არა ლელო ძლიერი საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. პარტიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მალე გამოაცხადებენ. ჩვენ გუშინ ახალი არაფერი მოგვისმენია, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ ბოიკოტის მომხრე და ჩვენ ეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ასე რომ ახალი ისე არაფერი არ მოგვისმენია. მე ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ გაგრძელდა ბრიფინგებით საუბრის ტრადიცია, ეს სამწუხარო მითხრეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გქონდა რამდენიმე რაუნდი საკმაოდ საინტერესო მოლაპარაკებებისა, საინტერესო საუბრისა, კოლეგიალური საუბრისა და მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა გაგრძელებულიყო ეს ფორმატი და არა საჯაროდ ბრიფინგებით საუბრის ფორმატი, თუმცა ეს არის კოლეგების არჩევანი. მე ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ საქართველოს ოპოზიცია უშვებდეს შეცდომას დღეს იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მათ გუშინ ერთობლივად დაანონსეს, თუმცა ეს არის მათი არჩევანი, მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ მე პატივცემ მათ არჩევანს, რაც შეეხება ლელო ძლიერ საქართველოს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და საზოგადოებას სწორ დროს შეიტყობს იმას, თუ რა არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება. ძლიერი საქართველოსგან განსხვავებით საკუთარი პოზიციის გადახედვას არაპირებენ გიორგი გახარიას პარტიაში. გახარია საქართველოსთვის წევრები მიიჩნევენ, რომ არჩევნები ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი და დემოკრატიული ფორმაა, ამიტომ მათი თქმით, ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარის თქმას არაპირებენ. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი და დემოკრატიული ფორმა და გზა და ამ ინსტრუმენტის გამოყენებისგან უარის თქმას ჩვენ არ ვაპირებთ. რაც შეეხება
იმას რა აწყობს ოცნებას და რა არ აწყობს, ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რაც ნამდვილად არ უნდა ოცნებას, ეს არის ის, რომ აი 4-ვე ბარიერ გადალახულმა პარტიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. და ეს არ უნდა იმიტომ, რომ სწორედ 2024 წლის ოქტომბრის აი გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ძალიან ბევრ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში, ოპოზიციამ ჯამურად საკმაოდ დიდი უპირატესობით დაამარცხა ოცნება. ასე რომ თუ რამე არ უნდა ოცნებას, არ უნდა სწორედ ეს, რომ ამ პარტიებმა არ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ახლა თუ ამ პარტიების ნაწილი არ ვიცი, თვლის რომ უფრო ეფექტური იქნება მათი გადაწყვეტილება ბოიკოტის გზით დაუპირისპირდნენ ოცნებას, რა არის ისი გეგმაც ჩვენ სამწუხაროდ აქამდე ჯერ კიდევ ვერ მოვისმინეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გეგმაზე ხელი უნდა ავიღოთ. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციას 8 პარტიის გამოცხადებული ბოიკოტის საფრთხეს ვერ შეუქმნის. კახა კალაძის კმით ოპოზიციური პარტიების განცხადებაში ახალი არაფერია, რადგან ისედაც ცნობილი იყო, რომ ის 8 პარტია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა. განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმენთ, ახალი არაფერია, ხო? ის ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, ისედაც ვიცოდით, რომ ვარს იძახდნენ და ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე. თუმცა არის რიგი ოპოზიციური პარტიები, ვინც გამოხატავს მზაობას მიიღოს არჩევნებში მონაწილეობაში. შესაბამისად, არ ვიცი, გაუგებარია აბსოლუტურად რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი. ან დაწყების შიმშილობის, ან შემდეგ შეწყვეტის. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. ბოლო პერიოდში მიღებული სადავო ცვლილებებით არჩევნების დაკვირვების პროცესი კიდევ უფრო გართულდა. 3 აპრილს სესკოს მიერ მიღებული დადგენილებით საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება, ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება და აღმოჩენილი დარღვევების დოკუმენტირება შეიზღუდა. ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად ქართულმა ოცნებამ არ მოიწვია ეუთოդირის სადამკვირვებლო მისია.